პლატფორმა, რომელიც არის ერთ-ერთი იმ პლატფორმებისგან, რომელიც ეხლა დაარსდება და გაგრძელდება შემდეგ, არა მხოლოდ მიუნხენი არის ერთ-ერთი ისეთი მიზეზი იმისი, რომ მე მივიღო უშუალოდ ეხლა გზავნილები რა შეიძლება ჩავიტანო, მაგრამ ასევე იმისთვის, რომ შეიქმნას ეს პლატფორმები, რომელიც მერეც დაგვეხმარება იმაში, რომ გადავიტანოთ, რაც არის ყველასი მოთხოვნა, გადავიტანოთ ნაწილი იმ პროტესტის, რომელიც უნდა გაგრძელდეს ცხადია, მაგრამ ეს პროტესტი ასევე გადაითარგმნოს უფრო სწორედ პოლიტიკაში. ფონდის შექმნა, რომელიც იქნება უფრო ვრცელი, ვიდრე აქამდე რაც იყო ცალ-ცალკე ფონდები, იმისთვის, რომ დახმარება იყოს იმ ადამიანებისთვის, რომელიც დღეს ქართული ოცნების ერთ-ერთი იარაღი ხალხის წინააღმდეგ არის ეს უაზრო ჯარიმები და ამას უნდა დაუპირისპიროთ სოლიდარობა და ამაზე არის მსჯელობა და უთუოდ მალე იქნება ამაზე გადაწყვეტილებები მიღებული და მეორეს მხრივ უნდა ასევე ვიფიქროთ ცოტა უფრო შორს ჩვენ წინ რა უნდა გაკეთდეს, როგორც კი დაინიშნება ახალი არჩევნები და მოვა ახალი ხელისუფლება, რა იქნება მთავარი გამოწვევა და რა უნდა იყოს მთავარი პირველი პასუხი, რომ ეს ქვეყანა არ ჩაიძიროს ამ ქართულ ოცნებასთან ერთად.